თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე სტუდენტურ აქციებს სოლიდარობა ზუგდიდელებიც უცხადებენ. პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტები ზუგდიდის ცენტრში შეკრებილმა სტუდენტებმა სასტვენებით გააპროტესტეს. აქციას მოგვიანებით სკოლის მოსწავლეებით შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს და კონკრეტული მოთხოვნებით პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს. დაისაჯონ ჯალათები, ჩვენ გვტკივა ქართული დემოკრატია ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები რამდენიმე წუთის განმავლობაში პროკურატურის შენობასთან იდგნენ. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურა დღეს ზუგდიდში უსამართლობის სიმბოლოდ არის ქცეული. სოლიდარობა გამოუცხადოთ ქართველ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოსულები არიან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყველა ქალაქში, რომლებიც აპროტესტებენ ისევ და ისევ ამ ციხის ძალადობას, ისევ და ისევ შიშის ფაქტორს ქვეყანაში არსებობს. ჩვენთვის საშინელება იყო ამ კადრების ნახვა, იმიტომ რომ მოზარდები ვარ და ჩვენს ფსიქიკაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. აი მე პირადად უკვე რამდენი ღამეა საერთოდ არც მიძინია და მე ეს იყო ჩემი სინდისის კარნახით, რაც ყველაფერი გაკეთდა და ბუნებრივია ყველა ახალგაზრდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი უნდა გამოთქვას აუცილებლად.